გილოცავთ ახალ წელს. ყველას გილოცავთ ახალ 2025 წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ყველაფერს საუკეთესოს. ყველა ოცნება და ნატრა გხდენოდეთ, ჩემო ძვირფასებო. სრულიად საქართველოს ვილოცავ ახალ წელს და უსურვებ მშვიდობას, ბედნიერებას, ერთიანობას, თავისუფლებას. ძალიან მიყვარხართ ყველანი. მინდა რომ ბედნიერი წელი ყოფილიყოს ყველასთვის. თანაც გველის წელია ბოლოს და ეხა ჩემი წელია. უნდა იყოს ბედნიერი და აუცილებლად იქნება. მე მჯერა. მოკლედ დღეს 1 იანვარია, მე ვზივარ ესე მყუდროდ ჩემთვის ჭიქა შამპანურით, სალათებით, გოზინაყებით და მივირთმევ მთელი დღე, ვუყურებ რაღაც საახალწლო ვიდეოებს და მოკლედ შემსაყვარელ ხალხთან ერთად ვატარებ დროს ძალიან ბედნიერად და წერეთ თქვენ როგორ ხვდებით ახალ წელს. ხო, ვინც არიცით, წყალტუბოში ვიმყოფები ახლა. და მოკლედ საახალწლო არდადეგებზე ვართ აქ ჩამოსულები. დაწერეთ თქვენ სად ხვდებით ახალ წელს. დღეს მინდოდა 31 დეკემბრის ვლოგი დამედო, მაგრამ ვერ ვასწრებ. მე მგონი ვერ ვასწრებ, იმიტომ რომ გადავყები ამ რაღაც საახალწლო ტკბილეულებს და საახალწლო რაღაც ცოტა მოვეშვისავით და არ მომეწონა ეგ მომენტი, ამიტომ დღეს შეიძლება გვიან იქნება, ან ხვალ აუცილებლად დავდებ 31 დეკემბრის ვლოგს. ვისაც გაინტერესებთ როგორ შევხვდით, როგორ ვფუსფუსებდით და ვემზადებოდით წინა საახალწლოდ, აუცილებლად დაიდება ეს ვლოგი. დღეს უბრალოდ ვეღარ ვასწრებდი და ამიტომ ჩაგერთეთ ესე სპეციალური გამოშვებით, ესეთი შამპანურით, გაზგასული შამპანურით. მაგრამ არა უშავს, ეგ ჩემთვის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მე არ ვსვავ ისედაც. უბრალოდ ესე ლამაზი არის, ლამაზი კადრია. და მოკლედ ჩაგერთეთ ესე სპეციალური გამოშვებით, რომ მოგილოცოთ. აბა ეხა 1 იანვარს ესე ვერ გავატარებდი ვიდეოს გარეშე, ამიტომ მოკლედ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ძალიან მიყვარხართ, კეთილი ხალხი. ძალიან კარგები ხართ მართლა და იმედი მაქვს, რომ ყველასთვის ძალიან ბედნიერი სიხარულით სავსე წელი იქნება. აი კოკოც გილოცავთ თუ გესმით. კოკოც გილოცავთ. მოკლედ აი ესე პატარა ვიდეო გამოვიდა, მაგრამ არა უშავს. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. მე ძალიან მიყვარხართ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, კოცნით და დროებით.